გოგლა ჯვანია შემოგვიერთდება მოგესალმებით ბატონო გოგლა ძალიან დიდი მადლობა მოკლედ თქვენს ბოლოში ხალისით უსმენდით ამ ინტერვიუებს ვრჩებით პოზიციის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენი წინა ბლოკით სწორედ აი ამ განსხვავებული პოზიციების შერკინებას ეხებოდა მოდით ვიდრე კონკრეტულ კითხვებზე გადავალ თქვენ უსმენდით ამ ინტერვიუებს და თქვენთვის რა იყო საყურადღებო პოზიციებიდან Ну, პირველ რიგში სიამოვნებით შევხედავდი გია ხუხაშვილის მიერ პირობების შესრულებას. მე მგონი ყველას გაგვიხარდება თვითონ გია ხუხაშვილსაც და რაც შეეხება მათ შეხედულებებს, ну, ნაწილობრივ ვეთანხმები რაღაცეებში. ვერ ვეთანხმები მთავარ საკითხში, მათთვის მთავარ საკითხში, რაც არის არჩევნებში, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა. რატომ არ ვეთანხმები, ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ეს არჩევნები არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლებიც წყვეტენ არჩევნების ბედს. ახლა არ დავიწყებ ყველა ტექნიკური საკითხის ჩამოთვლას, მხოლოდ ერთზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენ ყველა არჩევნებს ისე ვატარებთ, რომ არ ვიცით რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს საქართველოში. ანუ, როდესაც ხელისუფლება აფიქსირებს ხოლმე ცენტრალური საარჩევნო კომისია აფიქსირებს 3.5 მილიონ ამომრჩეველს ქვეყანაში, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, დაახლოებით 900,000-მდე ადამიანი ამათგან არ ცხოვრობს საქართველოში, გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამ ადამიანების ხმები ხდება ხოლმე უბრალოდ ამ ადამიანების ხმებით მანიპულაცია არის ერთ-ერთი დიდი ბერკეტი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს არჩევნების გაყალბების დროს. და ოპოზიციამ გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ვერ მოახერხა ამაზე ყურადღების გამახვილება, ვერც აღკვეთა. და რა ვიცი, მე არ მესმის, არ მომისმენია მათგან, რამე საუბარი, ახლა ემზადებიან ხო ზეგ არჩევნებისთვის, მე არ მომისმენია მათგან, რამე მსგავსი საუბარი, რამე შეიცვალა, გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო. თუნდაც ფურცელი ისევ ჟონავს თუ არა, ხო, ფურცელი ჟონავს, ადრე ჟონავს. მოითხოვეს პასუხი? მე პირველ რიგში ისევ ეს ამომრჩეველთა რაოდენობა მაინტერესებს. რამდენი ამომრჩეველი თბილისში რეგისტრირებული რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს დღეს საქართველოში და რამდენი ცხოვრობს საზღვარგარეთ. როდესაც ისინი მეუბნებიან, მოდი და შენი ხმა გადამწყვეტია, ეს უნდა ძალიან მარტივად ახსნადი უნდა იყოს პასტით და ფუცლით, ქაღალდზე შეიძლება ამ ყველაფრის დათვლა. ხო, სხვათა შორის ამ მონაცემების გასაჯაროება გახარიას გუნდმა მოითხოვა, ამას ითხოვდნენ სხვათა შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სხვა ოპოზიციური პარტიების, მაგრამ ვინ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა? არა, ну, უნდა გაეგრძელებინათ ეს მოთხოვნა, სხვათა შორის პროკურატურაში ამის თაობაზე მეც მაგ განცხადება შეტანილი და პროკურატურაში გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ დასრულებული არ არის. საერთოდ მიმდინარეობს? Ну, მიმდინარეობს, არ მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში დახურული არ არის და ანუ პასუხი გაღალბდა თუ არ გაღალბდა ასე ვთქვათ, პროკურატურის მხრიდან არ დადებულა ამის შესახებ პასუხი. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ ანუ მიზეზები და გარემოებები, რამაც გამოიწვია არჩევნების გაყალბება გასულ წელს, არ შეცვლილა. ბუნებრივია მე ვერ ხედავ ვერცერთ მიზეზს, რომ მივიღო ახლა ამ არჩევნებში. ხო, ერთი პასაჟი იყო, რასაც ჩვენი რესპონდენტები ამბობდნენ, რომ თუნდაც ტრიგერი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი რევოლუციისთვის იქნებოდა ამ არჩევნებზე იმის დამტკიცება, რომ ისევ გააყალბა ქართულმა ოცნებამ და ეს რატომ არ გამოიყენა მეორე ნაწილმა ოცნების მოწინააღმდეგეების. ანუ მე მგონი ჩვენ საზოგადოებას მეტი წახალისება არ ესაჭიროება. და იმედი მაქვს, რომ ეს გამოჩნდება 4 ოქტომბერს, ძალიან მნიშვნელოვანია 4 ოქტომბერს, რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს. მე ბატონი გიაზ და ბატონი ზურაბიშვილის სავეთ ახლა დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ მაინდა-მაინც 4-ში დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ 4 შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, ჩვენი ბრძოლის განახლების
ანუ ეტაპი გახდეს და იმ შემთხვევაში თუ ბევრი ხალხი თუ რა თქმა უნდა მე იმედი მაქვს რომ ბევრი ხალხი გამოვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ თუ გვინდა რეალურად გვინდა ქართველებს რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მე მგონი ეგეთ შანსი ეს არის უნიკალური შანსი რომელიც დღეს გააჩნია ჩვენ ქვეყანას ჯერჯერობით ეს შანსი და გარკვეულად ეს არის ქართველების მრავალი თაობის ბრძოლის და წვალების შედეგი ჯერ კიდევ როდის იყო ჩვენ მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ ევროპასთან კავშირების დამყარებას მაშინ ევროკავშირი არ არსებობდა მაგრამ და გვირგვინა ეს ყველაფერი თქვენმა ძმამ ზურაბ ჟვანიამ მისი ცნობილი ფრაზით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი არის და სასიამოვნო მომენტი არის და განსაკუთრებით სასიამოვნოა როდესაც ახალგაზრდები იმეორებენ ამ ფრაზას ხო ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს ფრაზა ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპელები და აქაც აქციაზეც და საარჩევნო ყუთთანაც ბრძოლა რატომ იყო შეუთავსებელიო გეკითხებოდნენ ბატონი დავითი და ბატონი არა მე ასე დრამატულად არ ვუყურებ ახლა რაღაც მტოდულად არ უნდა შევხედოთ სხვადასხვა შეხედულებებს ვიღაცამ ჩათვალა რომ ეს არის მე მიმაჩნია მცდარად იმ არჩევნებში მონაწილეობა ნუ ვიღაცას მიაჩნია რომ ეს სწორი გზაა კი ბატონო სადოს ეს გზა თუ საქმე მივიდა მეორე ტურამდე შემინდა პირობას ვიძლევი რომ მაშინ მივიღებ მონაწილეობა მეორე ტურში თუ გადავიდა არჩევნებში და ბატონი კუპრავა გავა მეორე ტურში კუპრაძე ხო კუპრაძე გავა მეორე ტურში აუცილებლად მივალა და მივიღებ მონაწილეობას დაუჭერ ხარს მაგრამ ამ ეტაპზე მიმაჩნია რომ ეს სრულიად უადვილოა ხო ნუ როგორც წესი როგორც ყველა წინა არჩევნებზე გორბის მონაცემებს აკოპირებს ხოლმე ცესკო და გორბის მონაცემები მაინც დამაიმედებელი არ იყო ბოლოს რაც ვიხილეთ პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედით ლიდერი ჭირდება აქციასო და ასეთ ლიდერს ვერ ხედავენ უბრალოდ შემთხვევაში ლიდერს რომელიც ამ დროისთვის არის გამოკვეთილი და ბურჭულაძეა საუბარი არ არის დამაკმაყოფილებელი თქვენი მოწინააღმდეგეებისთვის ნამდვილად საჭიროა ლიდერი თუ ხალხს აქვს ძალა რომ გამოხატოს ნება და მოუკიდებლად ზოგადად ეხლანდელი პროცესი რომელიც მიმდინარეობს ქართულ პოლიტიკაში უნიკალურია თავისთავად იმიტომ ადარე იყო ხოლმე ხო აი ყავდა ერთი ლიდერი ან ორი ლიდერი თქვა ლიდერთა ჯგუფი რომელსაც საზოგადოება მიყვებოდა და ასეთ სალსახად რასაც იწყობდნენ ლიდერები ეს ნუ იყო მისაღები საზოგადოებისთვის ეხლანდელი პროცესი უფრო ქაოტურია მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო მგონია იმიტომ რომ ბევრად უფრო დემოკრატიულია და ჩნდება ახალი სახეები ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი ამ თვეების განმავლობაში, როდესაც რუსთაველზე მიწევს ყოფნა და ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს. მათ შორის თქვენს ორგანიზაციაში ერთობაში უამრავი ახალი სახე ახალგაზრდა არ ვაბობ ცნობილ სახეებზე არაფერს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩვენთანაც და სხვა ორგანიზაციებშიც და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს და ეხლა რაც შეეხება უშუალოდ გასაგებია პატა ბურჭულაძე არ არის პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ის მოვლენა, რომელსაც ამან შეიძლება ხელი შეუშალოს, თქვათ 4 ოქტომბრის მათ მიზნების წარმატებით განხორციელება. ჩვენ არ ვიცით რა გეგმა არსებობს, ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული, ნუ გამოჩნდება. თუ გამოვა ახლა 4-ში ყველაფერი კარგად როგორც გვპირდება ბატონი პატა, ნუ ძალიან კარგი გავიხარებ და თუ არა ბრძოლას გავაგზავნე. ხო, ბატონი ბატონი პატას განცხადებებიდან, საჯარო განცხადებებიდანაც გაჩნდა მოლოდინი თითქოს აი მაგალითად უნდა ველოდოთ პოლიციელების, სპეცრაზმელების მხრიდან მხარდამჭერ გზავნილებს ხალხის მხარეს გადმოსვლას და ამასთან დაკავშირებით ამბობდა გია ხუხაშვილი ინტერვიუში, რომ ეს არის ილუზია, რომ პოლიცია გადმოვა ხალხის მხარეს და ეს არის ასე ვთქვათ ცრუ მოლოდინების შექმნის მავნე ფაქტი. ნუ კიდევ ამბობ გადაჭარბებული მოლოდინები არ გვინდა, მაგრამ არაფერს არ გამოუდიცხავ.
შორის დღეს გამოქვეყნდა სპეცრაზმელების სია, მათი სახელები და გვარები, ფოტოები. ესეც შეიძლება იყოს გზავნილი მათთვის, რომ კანონობა არ ჩაიდინო. არა, სხვათა შორის ამ საინტერესო თემა არის სპეცრაზმელების სია და კი ახსენეთ. სპეცრაზმელების სია ვერ გამოქვეყნდებოდა ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე. ანუ გამოჟონა მათი, ანუ პრაქტიკულად ეს სპეცრაზმელები ახლა განსაკუთრებულ დანიშნულებათა დეპარტამენტი ეს არის ესეთი დანაყოფი, რომელიც ასრულებს ანტიტერორისტულ მისიებს. მათ შორის ასრულებს მისიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზონებში, ხო? ამ ადამიანთა გამოაშკარავება არის დიდი დანაშაული. ახლა ჩვენ ხელისუფლება ამ ადამიანებს იყენებს თავისი პრიმიტიული პოლიტიკური მიზნების გამო და მომიტინგების წინააღმდეგ. რეალურად ეს ადამიანები საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ მიტინგების დაშლაში და მე ვფიქრობ ამ ადამიანებისთვის ეს სერიოზული სიგნალი უნდა იყოს, როგორ ექცევა მათ ხელისუფლება. ხელისუფლებამ ფაქტიურად ისინი გაწირა. და იყო სიგნალი, რომ მათ უკანონო დავალებებს არ უნდა დაემორჩილონ. ვიღაცა ახლა Facebook-ში რაღაცა ნეგატიურ კომენტარებს დაუწევთ სამატემე. ეს ადამიანები ახლა ამ გამოაშკარავებით შეიძლება ჩვენი მტრების სამიზნეები გახდნენ და ეს ძალიან ხო, მაგრამ ეს ისევ პასუხისმგებლობაა ქართული ოცნების, რომ ამ სისტემიდან შიგნით გამოჟონა, შიგნიდან გამოჟონა. შეუძლებელია ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე. ანუ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, შემიძლია გითხრათ.